ვერაგობა ორბელის ციხესა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. თვესა აგვისტოსა მარიამობასა ივანე ამირსპასალარმა იწვია მეფე დავითი თავისივე ციხესა. მანვე დაპატიჟა გიორგი, ძმა მეფე დავითის. ასევე მიიწვია მეფის ვეზირნი, ბოცოჯაყელი, თორელი გამრეკელი, გაგელი, თმოგველი. ნათესავნი შოთასი. სეხნია შოთა აბაზასძე და ჩორჩანელი. მარიამობა დღეს საღამოს წვევია მეფე დავით ივანე ამირსპასალარსა. მისივე აგებულ ციხესა. მეფე მისულა თავისივე ამალითა. თურმე ივანე თვითონვე მიეგება მეფესა. დაბლად დაუკრა თავი მეფე დავითსა. მერე ვითომ გაკვირვებულმა მოიკითხა გიორგი, ძმა მეფისა. უთქვია მეფესა, გიორგიმ შემოგითვალა მლორეს ვარო, ვერ მივალო. დაუბრუნდები ვეწვევი ამირსპასალარსაო. ივანემ, არ ვიცოდი, მეფესთან ერთად ველოდი. დილამდე მოვილხინოთ, მერე გიორგი მოვაო. თურმე მეფე მიიპატიჟა თავისივე ამალითა. უთქვია, თუ მეფე ინებებს ორი დღე მოვილხინოთო. მისულან კარსა ორბელის ციხესა. სუფრა გაშლილი დახვედრიათ. ყველაფერი ისე მოეწყოთ, ვითა წესია მეფის წვევისა. მეფეს გვერდით მიუსვია თავისივე ცოლის ძმა ბოცოჯაყელი, მის გვერდით აბაზასძე შოთა და თავადი ჩორჩანელი. თამადა ჩახრუხასძე ყოფილა. თავადი. მტერი დავით მეფისა. თურმე თამადამ მოითხოვა თასი. მიაწოდეს შევსებული. თქვა, ამ თასით დავლევ დავით მეფის სადღეგრძელოსა. მერე ამავე თასით მიმდევრობით ყველამ შესვას მეფის სადღეგრძელო. მერე მეფემ ბრძანოსო. აუღია თასი, დღეგრძელი იყოს დიდი დავით მეფე, ღირსეული შვილისშვილი დიდი პაპისა, მეფე დავითისაო. ბოლომდე გამოუცლია. თავიდანვე შეუსიათ სასმისი. თურმე გადააწოდა ორბელსა, გთხოვ მეფე დავითი დალოცოო. მადლობა უთქვია ამირსპასალარსა. უთქვია, დღეს სტუმრად მეწვია დიდი მეფე დავითი. ბოლომდე გამოუცლი ამ სასმისსაო. მერე მოვერიდები ღვინოსა. ხიზლად უნდა ვიყო, რამე არ დაუშავდეს მეფესა. სიკვდილი არ ამცდებაო. დაულოცია, ბოლომდე გამოუცლია თასი. თვითონვე შეუსია. თურმე მიაწოდა მეფის გვერდით მჯდომსა მისივე ნათესავსა, ბოცოჯაყელსა. თურმე მოიბოდიშა, დალევა არ შემიძლიაო, მიზეზად ღვიძლი უთქვია. უთქვია მეფეს, თუ ასია, ნუ მიეკარებიო. თურმე ადრე უთქვია მეფესა, ივანემ ხაფანგი დამიგოს, შენ უნდა შეძლო თავის დაღწევაო, ძეს შენ გიტოვებ საპატრონოდო. თურმე ხმალი მოუხსნია. ჩუმად შეარტყა ბოცოსა. თუ ხაფანგი დამიგეს, შენ გაღწევა შეგეძლოსო. სათითაოდ გამოუცლიათ თასი. თამადა მეფისთვის სხვა თასი მოუთხოვია. მიურთმევია ჩახრუხასძესა. უთქვია, აქვე შეავსეთო. მიტრიალებულა. შეუსიათ იმავე წამსა. მისივე გვერდით ყოფილა სიძვის დიაცი ივანესა, ვითომ მსახური სასახლისა. მოუსწრია, ჩუმად გაურეივა წვეთი ასპიტის შხამისა. თამადას მოწიწებით მიურთმევია სასმისი მეფისთვისა. მეფე დავით მან ბრძანა, დაგლოცავთ ვითა ერთგულთა მეფისაო. მერე ნათელა დედოფალი უხმია მეფესა, ძე მომიყვანეთო. აუყვანია ხელსა. თურმე მოეფერა, თმა გაუსწორა აკოცა. მერე დასვა. აიღო თასი და გამოსცალა. თურმე თამადამ მადლობა მოახსენა მეფე დავითსა. მოითხოვა თასის შევსება. ამ სასმისით ნათელა დედოფლის სადღეგრძელო დავლიოთო. დალოცა დედოფალი. გამოსცალა სასმისი ბოლომდე. მერე ისევ ივანეს მიაწოდა, გთხოვ ბოლომდე შესვა დედოფლის სადღეგრძელო. უთქვია ამირსპასალარსა, მეც ვერ დავლევო. მეფის სამსახურსა ვარო. ხიზლად უნდა ვიყო, რამე არ დაუშავდესო. დალოცა დედოფალი და გამოსცალა ბოლომდე. მერე მეფის ამალის ხალხმა სათითაოდ დალოცა. დღეგრძელობა უსურვა დედოფალსა. ბოლოს ისევ მეფის ჯერი დამდგარა. ახალი სასმისი მოუთხოვია თამადასა. იმავე წამსვე მიურთმევიათ. უთქვია, აქვე შემივსეთო. თურმე ისევ მოახერხეს გარევა რამოდენიმე წვეთი ასპიტის შხამისა. დალოცა მეფემან დედოფალი. ისევ მოეფერა თავსა თავისივე ძესა, დემნა უფლისწულსა. ისევ ბოლომდე გამოსცალა თასი მეფე დავითმა. მადლობა მოახსენა თამადამ მეფესა. ისევ აიღო სავსე თასი და თქვა, ამით დავლოცავ ივანე ამირსპასალარსა, ვითა ერთგულსა მეფისა. მისივე მხედარ მთავარსაო. მერე მეფისთვის ისევ ახალი სასმისი მოუთხოვია. თურმე შეუსეს. მიართვეს მეფესა. დაულოცია მეფესა ივანე ამირსპასალარი. მტერთა ზედა გამარჯვება უსურვებია. გამოუცლია თასი. მერე ისევ სათითაოდ შეუსვიათ ივანე ორბელის სადღეგრძელო. მერე თამადას მოუთხოვია შევსება სასმისისა.
ამით გიორგი დავლოცოთო, ძმა მეფისაო. მოსულიყო გაგვახარებდა. ვერ მოუცლიაო. შევსვათ მისი სადღე გრძელო. დალოცა და დალია. სათითაოდ ყველას დაულოცია გიორგი, ძმა მეფისა. მეფეს უთქვია, დაულევია. თურმე გაუჭირდა ნელა გამოსცლა სასმისი. გაჰკვირვებია, ბევრად მეტი დამილევია, ახლა გამიჭირდაო. გონია კარგა გვარიანად დავთვერიო. ჩუმად უთქვია, ხომ არ წავიდეთო. თურმე ბოცო არ მოელოდა ამასა. არ მოეწონება ივანესაო. მეფე ნირწამხდარი ყოფილა, ხომ არ მიმუხტლა ივანემო. არ შემიძლია, ძლივს ვიკავებ თავსა. გონი საწამლავი დამალევინესო. ვითომ ეძინება პატარასა, ადექი გაიყვანე ნათელა და ძეო. დამიბარე, მივაცილებ, დაუბრუნდები. ხმალი გარტყია წელსა, ეცადე აქედან გააღწი. ხომ იცი დემნას შენ გიტოვებო. თურმე ბოცომ აიყვანა უფლისწული. ივანეს გასაგონად თქვა, მეფე ბატონო, თუ დამრთავთ ნებასა, დედოფალს მივაცილებო, ეძინება შენივე ძესა. მალევე დაუბრუნდებიო. მეფემ ბრძანა, წაიყვანეო. მალევე დაბრუნდიო. ბოცომ, დავაძინებ, გეახლებითო. გაჰკვირვებია დედოფალსა. მეფე დარჩა, ჩვენ მივდივართო. ბოცომ, მერე მოგახსენებ. ჩუმად იყავიო. უთქვია ივანესა, მსახური მიგაცილებსო ის გაჩვენებს დედოფლისა და უფლისწულს მოსასვენებელსაო. თურმე ბოცომ უთხრა მსახურსა, წინ წადი, გამოყვებიო. გასულან. გაუვლიათ დიდი დარბაზი. წინ მსახური ყოფილა. ნათელა მიჰყოლია. თურმე ბოცომ ჩუმად მოავლო თვალი იქაურობასა. დაინახა გასასვლელი. იქვე ნახა მძინარე დარაჯი. ეტყობოდა კარგად მთვრალი იყო, თურმე გვარიანად ხრინავდა. კარი ურდულით ყოფილა დაკეტილი. წყნარად გაუვლიათ ვერაფერი გაუგია დარაჯსა. მერე უკითხავს ბოცოსა, კიდევ ბევრი დაგვრჩა საძინებელთან მისასვლელიო. აქვეაო. უკვე მივედითო, უთქვია მსახურსა. კართან გაჩერებულა. კარი ღია ყოფილა. გამოუღია მსახურსა. გარეთ დაგელოდებიო. დაიძინებს უკან მიგაცილებო. ასე მიბრძანა ივანემაო. უკითხავს ბოცოსა, კარისკაცი ვინ იქნება, ვინ დაიცავს. უფლისწულსაო. მიგაცილებ, მევე დაუბრუნდები. მევე დავიცავო. უთქვია მსახურსა. გაჰკვირვებია ბოცოსა, მანამ მიმაცილებ, ვინ უდარაჯებსო. მალევე მოვალო. სხვა არავინ არისო, მე დამავალა პატრონმაო. თურმე გაუხარდა ბოცოსა, ადვილად დავახცევ თავსა, არ გამიჭირდებაო. მსახური გარეთ დარჩენილა. სამივენი შესულან დარბაზსა. დიდი მაგიდა. გვერდით ბუხარი, დიდი შეშისკროვა. საძინებელი მოშორებით ყოფილა. ფიქრის დრო არ ჰქონია კაცსა. უთქვია, ჩქარა წაიყვანე დემეტრე, საძინებელსაო. თვითონ გასულა გარეთა. უთხრა მსახურისთვისა, მოდი მაჩვენე უფლისწულისა დავაძინო. შესულან დარბაზსა. გაძღოლია მსახური მეორე მხარესა. შესულა, აქ დაიძინებს უფლისწული. ასე მიბრძანა ივანემაო. კიდევ რა გიბრძანა იმ ძაღლმა, მე მოგეკალი. არ გაგვეპაროსო. ასე გიბრძანა. უთქვია ბოცოსა. თურმე, ელდაეცა მსახურსა არ მოელოდა. დაუპირა დაჭერა ბოცოსა. დაუძრია ხმალი მეფისა. ორგზის მოუსწრია დაკრა ხმალისა. ხრიალი მოუხერხებია მსახურმა. მძიმედ დავარდა ძირსა. მომკვდარა. მივარდნილა დედოფალსა, ჩუმად იყავი, ივანემ ხაფანგი დაგვიგო. აქედან უნდა გავახციო. მსახური მოუკალიო. გავალ, ჩუმად მოუკლავ დარაჯსა. დემეტრემ არ გაიგოსო. უკივლია დედოფალსა, თურმე მოასწრო, ხელი მიაფარა, კინაღამ გაგუდა დედოფალი. ჩუმადო, ხომ ნახე მოკლას გვიპირებდა. არ შეაშინო უფლისწული. უთქვია, გავარდნილა გარეთა. მიმოუხედია. არავინ ყოფილა. მძინარე დარაჯი ხრინავდაო. მისულა უხმოდ მოუხრჩია. მერე გამოუღია კარი, დაუნახია კარისკაცი თავლის გასასვლელსა, ანაზდად მივარდნია. დაუცია მახვილი ზურგსა. მისულა თავლას ახლოსა. დაუნახია მეორე კარისკაცი თავლის შესასვლელსა. დაუნახია კაცსა მიმავალი ბოცო, ვერ წარმოუდგენია თუ მოკლავდა. შეშინებია, ხმა გაუკმენდია. თურმე ისიც ერთ წამში მოუკლავს ბოცოსა. შევარდნილა თავლასა, მოუძებნია თავისივე ცხენი. უმალ გაცლია ლორეს ციხესა. გათენებამდე უვლია. კარგა მანძილი ჰქონია გავლილი. მდევარი ვეღარ დაეწეოდა. მეათე დღესა მისულა თავის ციხესა. თურმე შეუთვალა ივანესა, გაზღვევინებო. თურმე გაუგია ვერაგობანი ორბელისა. თვითონვე დაცემია, წაუღია ციხე ლორისა.